ეს არის ერთმანეთში შეზავებული რიტმი, ხმაური, არომატები, ფერების სიუხვე და გემო, რომელიც მართლაც გავს შემოდგომას ხან მშვიდს, ხან ქარიანს, ხან სუსხიანს, ხან მზიანს, მაგრამ ერთიანობაში ეს ყველაფერი სიტყვის გამოხატულებაა. დღეს მე მოვამზადებ კერძს, რომელსაც ყველა იცნობს ძალიან კარგად. ბევრს უყვარს საქართველოში და ამავდროულად საქართველოს ბაჯაღლოსაც ეძახიან. ეს არის საცივი. საცივი არა ქათმის, არა ინდაურის, არამედ ბოსტნეულის, რომელსაც დავარქვი მოფერებითი სახელი, ეს არის საცივი შემოდგომის ბუკეტი. დაალაიქე, გამოიწერე და დავიწყოთ. დღევანდელი ჩვენი კერძი არ არის უბრალოდ კერძი. ეს არის ისტორია იმისა, როგორ შეიძლება ყოველდღიური ბოსტნეული გადაიქცეს ჯადოსნურ, ელეგანტურ და დაუვიწყარ მარგალიტ კერძად. ჩვენი კერძისთვის დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. ესენია წითელი ბულგარული, რომელიც ცეცხლს ანთებს შემოდგომაზე, სტაფილო, მწვანე ბულგარული, რომელიც აი ამ წითლის დანთებულ ცეცხლს აღვივებს, ყაბაყი, მწვანე წიწაკა, მწვანე პომიდორი, რომელიც შემოდგომის თილისმაა, ხახვი ნიორი, რომელიც ქართულ სამზარეულოში წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად პერსონაჟს, კარაქი და უცხო სუნელები აუცილებლად. და ნიგოზი, რაც მთავარია. ნიგოზი ჩვენი სამზარეულოს ოქროა, რომლითაც ნებისმიერი ბოსტნეული უფრო საინტერესო და სასიამოვნო ხდება და არა მარტო ბოსტნეული, ჩემო ძვირფასებო. ჭრით ბოსტნეულს აი ესე სხვილ ნაჭრებად, აი ესე დიდ ნაჭრებად ჭრით წითელ ბულგარულსაც, ყაბაყით დავჭრათ სხვილ ნაჭრებად, მწვანე ბულგარულიც, აი ესე გვალ დიდ ნაჭრებად, ხახვი თითქმის 4 ხადრო იყოს ისე, ნიოს რაც შეეხება არ დავჭრათ, თელი ჩავთუშოთ, გადმოვდოთ ცალკე, მწვანე წიწაკა, დავაგდებთ კარაქს აფაზე და აი ამ ყველაფერს რაც დავჭერით მოვთუშავთ ხიარული ფერებით, ჯანსაღი ფერებით და ჯანსაღი გემოებით. აი ამ ლამაზ გარემოში მართლაც რომ არაჩვეულებრივი გარემოა. ქუდი მინდა, ეს ქუდი მინდა რა. ორი მეგობარო, აბა შემომაწოდე ეს ქუდი. ვაა, მადლობ. ვაა. შიშხინებს. შემოდგომის ფერებში ვარ. ირგვლივ ყველაფერი. ზოგიერთ მოპარავ მე ასეთ ნიორი თუ დამჭირდება. ხახვით იყოს სადღაც არა. აბა ნიორია. ბევრი განსხვავებულია ესე ბიჭებო და შეგიძლიათ მე ჩვენს შემოდგომის ბუკეტთან ერთად დააგემოვნოთ. ამ არაჩვეულებრივ გარემოში გემახსოვრებათ ალბათ. მე ერთი კი არა, სამი კერძი მაქვს გამზადებული. და არაჩვეულებრივ ხალხთანავად დღეს კახეთის რეგიონში ვართ, ლაგოდეხის რაიონში, საოჯახო სასტუმრო და რესტორანი აქვს ჩვენს გიორგი გოგობერიშვილს. საოჯახო სასტუმრო წისქვილი. წისქვილი, რომელიც ყოველ სეზონზე დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებს ნებისმიერ დროს. საოჯახო სასტუმრო წისქვილი. დავადოთ ჩვენი დაჭრილი ბოსტნეული. მწვანე პამიდურით დავიწყოთ. ოჰო. არგია. აი ესე. ნიორი მთლიანად ჩავყაროთ. და ხელი. და ხახვი, რომელიც
რა ვიცი, რამდენი საუკუნე უნდა გავიდეს და რამდენი წლები და რა პერიოდები, რომ ხახვიდან ნიორი ქართულ სამზარეულოს ყოველთვის ამშვენებს. ოცდამეერთე საუკუნეა ხა ესეთ მაგარ გარემოში ვარ და ბლენდერით ხო გვექნება? ვაყრით ნიგოს ბლენდერის ჭურჭელში. თქვენ რაც მიირთვით, მეგობრებო, ის გეყოფა. მეორე ამდენი შეჭამით. ეს ექსპერიმენტები ყველამ კარგად იცით, მე როგორ მიყვარს და აი ეს უნდა გამოვიდეს რაღაცა წლის კერძი. ეს სახელით რა მაგარი შეურჩიე, მომიტანე წყალი. დიდი მადლობა. მაგარი კაცი ხარ, შეხე რა წყალი მომიტანა, ხო? ოჩა. სეკუნდეს. იაღამ გადმოვაგდე. რაც შეეხება ხმელსუნელებს. უცხო ყვითელი ყვავილი საჭიროა. ხმელი გინძი და დაღერღილი წიწაკა. წითელი დაღერღილი წიწაკა. კი მართალია ეგ წვანე წიწაკა გვაქვს, მაგრამ ის გემოს მისცემს მხოლოდ და მხოლოდ სიმწარეში არ გადავა, იმიტომ რომ კარგავს სიმწარეს. ხმელი გინძი და დაღერღილი წიწაკაც დავამატოთ და ჩვენებურად მოვაყაროთ მარილიც. აი ზუსტად შეხედე. ეს უნდა ჩასვა რა. აი. ოპა, კიდევ ერთხელ მოვურიოთ. ყურადღება მივაქციოთ. თქვენს ცეცხლოვან ბოსტეულს შეხე რა ფერებია, შეხე. მე ძალიან მიყვარს. ისე ეხლა რა ვიფიქროთ? ბულგარულს ხო უკეთებენ მიგოს. სტაფილოსაც ხო უკეთებენ მიგოს იმერეთში. სტაფილოს საცივსო ეძახიან. წვანე პამიდორსაც ხო უკეთებენ, სალკე ნიგოს, სალატ, მიგზიან სალატსო ეძახიან. ხავსს და ნიოლს ხო ყველაფერს უკეთებენ და რა ვიცი, ეს ყველაფერი ეხლა თხევად იმაში საცივში რო ჩავდოთ, ხო გამოვა კერძი შემოდგომის ბუკეტი. всё, ყველაფერი ერთად გაერთიანებული, არაჩვეულებრივი ექსპერიმენტი იქნება. დავაბლენდეროთ. მე მიყვარდა პატარა რო ვიყავე მაშინ დედაჩემი წინ ვაკეთებდნენ. აი რო ხეხავენ რა იმას ნიგოს სპეციალური ის იყო ბადე რაღაცა ძალიან ხელი და ხეხავდნენ აი მთელი ბავშვობა დამიგება ხოლმე თვალწინ. მაგრამ ისე განვითარდა ყველაფერი. ოდი ერთი აბა სუნი ნახე სუნი არ დაგავიწყდეთ რომ გამოწერა მჭირდება. არ დაგავიწყდეთ რომ თქვენი აქტიურობა მჭირდება. ისიც არ დაგავიწყდეთ რომ უცნობებს, ჩემთვის უცნობებს თქვენ შეიძლება ყავად გამოწერილი და დაწუნებული ვარ. ვიყურებ კიდევაც, მაგრამ სხვებსაც გააცანით ესეთი ექსპერიმენტების ხილვა იქნება სხვასაც უნდა. და გამიჯერეთ რომ საინტერესო რაღაცები გამოგვივა. კარგი ვიდეოებით გამოგვივა, რა ვიცი, ყველაზე ლამაზ გარემოში კი ვარ. ყოველთვის ლამაზ გარემოში ვარ. იხედავთ კარგ ხალხთან, თან ეს ოპერატორებიც ისეთები მყავს. დღეს ასისტენტი მყავს ზღაპრული. დიდი მადლობა. აი, მადლობა. ისე მადლობა. ფათაშორის გაითვალისწინეთ აქ. შეიძლება და შენი რეკლამა ყოფილიყო. იფიქრე მაინც, იფიქრე. მე ამას კი გავხსნი ახლა, მაგრამ თქვენ ბევრი გაქვთ საფიქრალი. კულმინაციას მიგვახლოვდა, როგორც ჩემმა მეგობარმა ბრძანა, ერთ-ერთმა ოპერატორმა, რომ
შეიწვა უკვე ეყოფა გადაიტანებო იქით. ოპერატორები ისე დახელოვნდნენ უკვე საჭმლის კეთებაში, რომ აქით მასწავლიან რაღაცებს. გადმოვიღოთ მოსკნეული. აუ, შეხი, აი გიჟდები, წვანე პამიდორი მოთუშული. ოუ, სასწაულია. ცოტათ შევათხელოთ საცივის წვენი. ისე საცივი და ბაჟერო სადაოა, ალბათ ყველამ კარგად იცით. სამეგრელოში საცივს რას ეძახიან? მოდი გენაცვალე. იმერეთში ბაჟეს რას ეძახიან და მთლიან საქართველოში. მე მაგალითად ჩემთვის ბაჟეს გემრიელია და იდეალურია. საცივიც გემრიელია და იდეალურია. მოდი და დაუ, დაბადები. გახეთე სპეციალურად. დაბადო. დავადები და რა თქმა აი всё. დავადების ღიარა, კარავი და რატომაც ვიშტი. როცა დავადების ღიარა. შევათხელოთ. ძალიან არ შევათხელოთ ოღონდ, თორე აი გეუბნებით ხალხო. გეუბნებით, რომ სასწაული გამოვა. აუსინჯოთ გემოც. მარილს მოითხოვს ცოტას და ჩვენ მაყურებელს რატომ მოვატყუოთ? გემრიელად ჭამოთ, თქვენც მოიტაგენათ სვალი მარილი? დიდი მადლობა. აი ესე ჩავყადოთ გვერდიდან. აი და ბოსტნეულს მოვასხათ соуси. აუმათი გენცოლე, მოკლედ შენ ვამყოლოდი დღეს. არის. ცოტათი მოურიოთ. ძალიან რო არ აიზილოს. აი შეხედეთ, აი. მე რა თქვა, რომ ცხიმი როგორ დააჭდა, შეხედე. აი ესე, აკიზა. შემოძმაო. შენ გენაცვალე რა, აი, ჩემი ძმიშვილი ყველა კი არა ხარ. მაინდა მომეცი აბა, კახური შოთი. მადლობა. კახური შოთი. აი შეხედა, დახვეწილად მოიტანა რა. იცი, კაცმა საქმე იცის. აი ესე. და აი ესე მიყვას რა. შინაურობად, ოჯახურად, აი, გემრიელად რა. აი ეს წვენი ესე. სვანი პამიდურით დავიწყებ პირველი. ძალიან მაგარი უნდა იყოს ეს. აი. მანამდე არაყი ჩამოასწრე შენ? აი ბიჭი. Alô? Rápido lá o senhor. Dialog이 გამოვიდა. გაგასინჯებ. ვიდეო გაგასინჯებ დაუცილებლად. აი ძალიან მომეწონა. წვენი და აი ნიორიც უნდა მოვძებნო, ნიორი. აი. აი ისეთია რომ ცეცხლს ზანთებს რა. აუცილებლად უნდა სცადოთ. ბოსტნეულის საცივი გამოვიდა. საცივი შემოდგომის ბუკეტი. იდეალური, ჰაეროვანი, სუბუქი,
ექსტრავაგანტული, ცეცხლოვანი, და ლაიქეთ, გამოგვიწერეთ და გაგვიმარჯოს!